როდის მორჩება იცი ეს გახუთმაგება ქართველი ხალხის როცა აი აქ აი ეს დედა არხნიანები ისეთ რაღაცას გააკეთებენ ეს არაბები და ეს ჩამოთესლილი ნაბიჭორები რომ აქ საქართველოში ვიღაცას თავიდან თმისღერი ჩამოუვარდება და რაღაც დაემართება აი მაშინ მორჩებით ჩვენ ერთმანეთში კიდე რაღაცა კამათობანას და რაღაცას და კიდე ვინც კიდე კონსერვატიულად და ეროვნულად არიან გაწყობილები ბიჭო ერთმანეთს ნუჭავთ რა ბიჭო ეგ კონსერვატიულ ძალასაც მოუწოდებ და რავი ყველა ძალებს მოუწოდებ ვინც ფიქრობს რომ იძახის რომ მე ეროვნულად ფიქრობ და ეროვნულად ვაზროვნებ და ვინც ამ პრობლემაზე უნდა აპელირებს. ერთმანეთს ნუ დავჭავთ ხალხო. ნუ ვართ არა ვართ ჩვენ მაგ პოზიციაში და მაგ ფუფუნებაში რომ ერთმანეთი ხოცოდო და გვლიჯოთ მაგის ზედავატი კაცო. ქართველები ვართ ხვალე ომი რომ მოხდეს ერთმანეთს უხში დანახო არ უნდა ჩავართოთ რა. ეს უნდა მოხდეს ერთმანეთში შეკრება უნდა მოხდეს დიდი შერიგება უნდა მოხდეს ბიჭო ადრეცა მაგ ნათქვამი და ეხლა ვიძახი ესე განცალკევებით კი ბატონო კი ეხლა 7 დეკემბრის აქცია კი ბატონო ეცი ყიყავ იყო ხალხი მაგრამ აი ხარიყო იმხელა მასა 100,000 კაცი არიდა კაცო და 100,000 კაცამდე რომ ავიდეს და 200 და 300,000 კაცამდე რომ ავიდეს ერთმანეთში უნდა კონდეს დანდობა საქართველოში ქართველებს და იმ ლიბერალთანაც არ უნდა კონდეს რაღაცა ისეთი მოძულებული სიტუაცია რომ იმ ადამიანსაც უნდა დაედგომობოდეს იმ გარკვეულ პრობლემის ირგვლივ ჩვენთან ერთად ფეხი და იმ არალიბერალს თუ იმ რაღაც გარკვეული დაჯგუფების მქონე ადამიანს ყველას უნდა დაედგომებოდეს ყველას ერთმანეთში უნდა დაგვედგომებოდეს